იმ დღეს ვიყავი ძალიან ლამაზ ქორწილში და გულში ვფიქრობდი, რა კარგია რომ აქ არავინ ფიქრობს სტატისტიკაზე. 50%-ია იმის შანსი, რომ ეს წყვილი ერთმანეთს დაშორდება. 20%-ია იმის შანსი, რომ სულ რაღაც 2 წელიწადში ერთად აღარ იქნებიან. და თუ ერთმანეთს შერჩნენ, მხოლოდ 51% იტყვის, რომ კმაყოფილი ვარ ჩემი ქორწინებითო. ანუ ყოველ 10 ქორწილში, რომელშიც წახვალ, მხოლოდ 5 წყვილი შერჩება ერთმანეთს და აქედან მხოლოდ 2 იქნება კმაყოფილი თავისი ქორწინებით. ეს რას ნიშნავს, რომ ქორწინებას აღარ მოაქვს ბედნიერება და ქორწინება კრახისთვის არის განწერული? არა, ეს ამას არ ნიშნავს. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც ბედნიერები არიან ქორწინებაში, თავს გაცილებით უფრო კარგად გრძნობენ, ვიდრე მაშინ, როცა იყვნენ მარტო. მაგრამ თანამედროვე სამყაროში გაცილებით რთული ხდება შექმნათ კარგი ურთიერთობა, კარგი ცოლქმრობა. რას ვაკეთებთ არასწორად? რა გვეშლება? ხო და დღეს გავიგებთ, რა ორ შეცდომას უშვებთ ქორწინებაში შესვლის წინ. რა არის ის 5 რამე, რასაც ბედნიერი წყვილები აკეთებენ განსხვავებულად? გავაკეთებთ პატარა სავარჯიშოს, რომელიც დაგეხმარება შენი ურთიერთობა გაუმჯობესო დღესვე. და ასევე გაგიზიარებ 8 პრაქტიკულ რჩევას მარტივ ქმედებებს, რომელიც შენს ურთიერთობას გახდის უკეთეს. ხო და დავიწყეთ. ხო, სანამ დავიწყებთ. თუ შენ გაქვს ახლა ურთიერთობა, რომლის შენარჩუნებაც გინდა, გთხოვ დააპაუზე ეს ვიდეო და ჩამოწერე 3, 4, 5 რამე, რაც შენს ურთიერთობას გახდი და შენი აზრით უკეთეს. ანუ რა უნდა შეიცვალოს ამ ურთიერთობაში, რომ შენ უფრო კმაყოფილიყო ამ ურთიერთობით? ჩამოწერე? ამ სიას მალე დაუბრუნდებით. ხო და ახლა მართლა დავიწყეთ. ჩვენი შვილების მეგობრებს ვეკითხებოდი თქვენთვის რა არის ბედნიერება, თქო? 19-24 წლის ახალგაზრდებს თითქმის ყველა მიპასუხა, მინდა ვიპოვო ადამიანი, რომელიც მეყვარება და შექმნა კარგი ოჯახი. ამ დროს ჩვენ ვართ ცივილიზაცია, რომლისთვისაც სიყვარულის მთავარი სიმბოლო არის 2 ადამიანი, რომელსაც ერთი დღე ერთად არ უცხოვრია. რომეო და ჯულიეტას გულისხმობ, რა თქმა უნდა. არავინ არ გვიყვება რა ბედი ეწია კონკიას, ან მძინარე ზეთ უნახავს. როგორი ურთიერთობა გქონდათ? კმაყოფილები იყვნენ თანაცხოვრებით? ჰოლივუდური რომანტიკული ფილმების უდიდესი ნაწილი მთავრდება ქორწილით და შეგვექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ თითქოს ქორწილი არის რაღაცა ბედნიერების დასაწყისი. არადა ხშირად არის პირიქით. ქორწინება მართლაც არის ბევრი ახლის დასაწყისი, მაგრამ ხშირად დიდი შრომის, კომპრომისების და იმედგაცრუებისაც კი. აი შეხედე აი ამ გრაფას. ადამიანებს ეკითხებოდნენ, როგორია შენი ცხოვრებით კმაყოფილება სხვადასხვა დროს. აი შუაში არის ქორწინების თარიღი. 4 წლით ადრე მათი კმაყოფილება იყო აი აქ. შემდეგ ნელ-ნელა რაც უფრო უახლოვდება ქორწილს, მათი ცხოვრებით კმაყოფილება იზრდება. მაგრამ ქორწინების შემდეგ იწყებს ქვევით ჩამოსვლას და ხანდახან ჩამოდის იმაზე ქვევით, ვიდრე იყო ქორწინებამდე. რატომ ხდება ესე? ამაში დამნაშავე არის ერთის მხრივ ჩვენი ნეირობიოლოგია და მეორეს მხრივ ის კულტურა, რომელიც შევქმნით. ამ ახის მაყურებელმა და ალბათ ისედაც იცით, რომ დოპამინი, რომელიც არის ჩვენი мотиваციის ჰორმონი და რომელიც გვაძლევს სიამოვნების შეგრძნებას, რეაგირებს მხოლოდ სიახლეზე და რეაგირებს კარგის მოლოდინზე. რაც უფრო მაღალია მოლოდინი, ჩვენ დოპამინი მეტი და მეტი გამოგვეყოფა. მაგრამ როდესაც რეალობა დგება, თუ რეალობა იგივეა, რაც მოლოდინი იყო, დოპამინი ნელ-ნელა შემცირებას იწყებს. თუ რეალობა ცუდი იყო, მაშინ დოპამინის რაოდენობა მკვეთრად გვივარდება ორგანიზმში და თავს სუდად გრძნობთ. მხოლოდ მაშინ აგრძელებს დოპამინი გამომუშავებას, თუ რეალობამ გადააჭარბა მოლოდინს. და იმ კულტურაში, რომელიც ჩვენ შევქმნით, სადაც ქორწინება რაღაცა ბედნიერების წერტილად წარმოვისახეთ, რა თქმა უნდა ძალიან რთულია, რომ რეალობა იყოს ჩვენს მოლოდინებზე უკეთესი. და როდესაც ასეთი მაღალი მოლოდინით შედიხარ ურთიერთობაში, რა თქმა უნდა ძალიან მაღალია რისკი იმედგაცრუების. ამ ყველაფერს ამძიმებს კიდევ მეორე ფაქტორი. ხშირად ქორწინებაზე გადაწყვეტილებას ვიღებთ რომანტიკული ურთიერთობების მეორე ფაზაში. თუ არ გინახავს წინა ეპიზოდი, სადაც აი ამ ფაზებზე ვსაუბრობ, ძალიან გთხოვ რომ ნახო. მაგრამ აქ მოკლედ მოგიყვები. პირველი ფაზა არის მიზიდულობის ფაზა, რომელსაც ძირითადად განაგებს ჩვენი ევოლუციური კოდი გენების შევწყათ ჩვენთვის შესაბამის გენებთან. სულ არ აინტერესებს ამ ჩვენს ევოლუციურ კოდს ჩვენი გრძელვადიანი ურთიერთობა. მეორე ფაზაში უკვე იწყება ჰორმონალური აფეთქება, დოპამინი, ენდორფინი, ადრენალინი, ოქსიტოცინი, კორტიზოლი და ტვინი არის ამ ჰორმონალური ზემოქმედების ქვეშ, ნარკოტიკული მდგომარეობის ქვეშ ყოფნას გავს და ამ დროს რაციონალური ტვინი, ჩვენი პრეფრონტალური კორტექსი, მუშაობს საკმაოდ სუსტად. და როდესაც ასეთ დროს იღებ გადაწყვეტილებას ქორწინებაზე და იწყებ თანაცხოვრებას,
ხმებას, როცა ჰორმონები შვიდდება, შენ უკვე მერე აღმოაჩენ უამრავ რამეს, რაც არ მოგეწონა შენს პარტნიორში. სწორედ აი ამ ფაქტორის გამომხატველია სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, რომ კი, დასავლეთ ცივილიზაციაში გაშორების რისკი არის 50%, მაგრამ თუ წყვილებმა ნიშნობის პერიოდი engagement ინგლისურად გაატარეს 2 წელიწადზე მეტ ხანს, მაშინ გაშორების ალბათობა მცირდება 20%-მდე. სწორედ ამიტომ, რომ როდესაც შენ ინიშნები, შენი ჰორმონალური სისტემა მშვიდდება, შენი დოპამინური სისტემაც მშვიდდება და შენ უკვე უფრო რაციონალურად უყურებ მეორე ადამიანს. და როდესაც უკვე ვარდისფერ სათვალეებს მოიხსნი, რომელიც არის დოპამინის ფუნქცია, ყველა მომავალი მიზანი წარმოგიჩინოს როგორც იდეალური. სხვანაირად რომ იყოს ამ მიზნამდე არიულით ხო, რო გეგონოს რომ მიზნის შემდეგ თავს ცუდად იგრძნობ. და ამ ვარდისფერ სათვალეს, როცა იხსნი, თუ მაინც იღებთ გადაწყვეტილებას, რომ გინდა ამ ადამიანთან, მაშინ დაშორების რისკი მცირდება. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ შემდეგ რაღაცა ისეთი არ ამოხდება, რაც გააფუჭებს ურთიერთობას, მაგრამ რისკი გაცილებით ნაკლებია. თუმცა, რომც არ იყოს ქორწინება ნაჩქარევი და პარტნიორი იყოს შესაფერისი, იმდენად მაღალი მოლოდინები გვაქვს შექმნილი ქორწინებისგან, რომ თითქოს ის მეორე ადამიანმა უნდა გადაგვარჩინოს საკუთარი თავისგან, მეორემ უნდა მოიტანოს ბედნიერება, რომ შემდეგ ძალიან დიდია იმედგაცრუების შანსი. ჩვენ ვიზრდებით გარემოში, სადაც გოგოებს ეუბნებიან, რომ შენი მთავარი ამოცანაა იპოვო კარგი პრინცი და პრინცებს ეუბნებიან, რომ უნდა დაიმსახურო ლამაზი გოგო, რომელსაც ეყვარები მთელი ცხოვრება. და ასეთი მოლოდინებით, როცა შედიხარ ურთიერთობაში, რომ სხვისი პასუხისმგებლობაა შენი ბედნიერება, იმ მეორემ უნდა მოგიტანოს ბედნიერება, რა თქმა უნდა ძალიან მაღალია შანსი, რომ ეს შენი მოლოდინები არ გამართდეს. სხვათა შორის ძალიან გავოგნდი, როდესაც ვნახე კვლევის შედეგები, სადაც ადარებდნენ გარიგებულ ქორწინებაში მყოფი ადამიანების ბედნიერების ხარისხს მათსაც, ვინც თავის დროზე სიყვარულით შექმნა ოჯახი. აღმოჩნდა, რომ სხვაობა საერთოდ არ არის. მეტიც ზოგიერთ კვლევაში პირიქით გარიგებულ ქორწინებაში მყოფი ადამიანების კმაყოფილება ცხოვრებით უფრო მაღალი იყო. ამას ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის ის, რომ სოციალური მხარდაჭერა, კარგი ცოლქმრობის შესაქმნელად ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და როდესაც გარიგებით ხდება ქორწინება, ორივე ოჯახი ამ ქორწინებას მხარს უჭერს, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის მოლოდინების ეფექტი. როდესაც შენ ძალით გიწევს ქორწინებაში შესვლა, შენი მოლოდინები არის საკმაოდ დაბალი. და ისეთ კულტურაში, სადაც გარიგებით ქორწინება ხდება, ბუნებრივია, რომ გაშორება არ არის მარტივი ალტერნატივა, ამიტომ შენ მომართული ხარ, რომ ამ ურთიერთობა მიმუშაოს და ამას დამატებული ის, რომ შენ ძალიან დაბალი მოლოდინებით შედიხარ ამ ქორწინებაში, ზრდის იმის განცდას, რომ წლების შემდეგ შენ კმაყოფილი რჩები ამ შენი ქორწინებით. ეხლა ეს სტატისტიკა არავითარ შემთხვევაში იმის გამო არ მომიყვანია, რომ გარიგებული ქორწინების მომხრე ვარ, ან ვინმე უნდა იყოს. უბრალოდ კარგი ილუსტრაცია, რას აკეთებს წინასწარი მოლოდინები და როგორ აფუჭებს ჩვენს კარგად ყოფნის შეგრძნებას, თუ მოლოდინები გვაქვს არასწორი. ხო და როდესაც ასეთი არარეალისტური მოლოდინებით იწყება ჩვენი ქორწინება, ძალიან მალე იწყება იმედგაცრუება და იმის მაგივრად, რომ ურთიერთობა გადავიყვანოთ მესამე ფაზაში, ზრუნვის, მოსმენის, ოქსიტოცინის გამოყოფის ფაზაში, ურთიერთობა შედის აი ამ პრეტენზიებისა და დაუსრულებელი მოთხოვნების წრეში. რატომ არ გარეცხე ჭურჭელი, რატომ არ დამეხმარე დროზე, რატომ არ მოხვედი, რატომ თამაშობ ამდენს კომპიუტერზე, რატომ ატარებ დროს სხვებთან, რატომ არ მოდიხარ ჩემებთან იქ, სადაც ჩვენ საერთოდ არ გაინტერესებს, რატომ არ ემეგობრები ჩემი ძმაკაცის ცოლებს, მოკლედ უსასრულო სია იმისი, რასაც ჩვენ მეორესგან ვითხოვთ. მაგრამ კითხვა ის კი არ არის ის, რატომ არასრულებს ამ ყველაფერს, რასაც ვითხოვთ. მთავარი კითხვა არის, ჩვენ რატომ გვინდება, ჩვენმა საყვარელმა ადამიანმა ძალით აკეთოს რაღაცეები, რაც მისთვის არ არის ბუნებრივი და ორგანული. ჩვენ ხომ არ გვიყვარს, როცა რაღაცას გვაძალებენ. აი წარმოიდგინე, რომ მეგობარს ეპატიჟები კინოში ისეთ ფილმზე, როგორი ფილმებით ძულს. ან სუშის ეპატიჟებ, მაშინ როცა იცი, რომ ალერგია აქვს ზღვის პროდუქტებზე. კი, შეიძლება წამოყვეს ეს მეგობარი, თუ აქეთ საპირწონეთ დაუყენებთ ჩვენს მეგობრობას, მაგრამ რა სიამოვნება შეიძლება ჩვენ მივიღოთ ასეთი ერთად გატარებული დროისგან, როცა იცი, რომ მას არ სიამოვნებს ამისი კეთება. მაგრამ რატომღაც ცოლქმრობაში და რომანტიულ ურთიერთობებში ძალიან გვსიამოვნებს, როცა ჩვენი ხათრით აკეთებენ რაღაცეებს. რატომ?
იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენ როცა რაღაცას ვითხოვთ, როცა ვჩხუბობთ, რაღაცაზე კი არ ვჩხუბობთ, ამ დროს რაღაცისთვის ვიბრძვით. ანუ მართლა ის დაგდებული წინდა კი არ გვადარდებს, ან გაურეცხავი ჭურჭელი, ან გვიან მოსვლა. ჩვენ ამ დროს ვეძებთ რაღაცას და ძალიან ხშირად აი ამ ჩხუბების უკან კვლევებით 90%-ში დგას იმის სურვილი, რომ ჩვენ მივიღოთ დასტური, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ვარ. მას მე ვაღელვებ. მისთვის ნომერ პირველი ვარ და აი ეს პატარ-პატარა მოთხოვნები ჩვენთვის არის იმისი გამოხატულება, რომ აი თუ უყვარ ვარ, მაშინ გააკეთოს რაც ვთხოვე, ხომ შეიძლება რომ გაითვალისწინოს. მაგრამ ხანდახან არ ვიბრძვით ხოლმე აღიარებისთვის და სიყვარულის დასტურისთვის. ხანდახან უფრო რთული მიზეზია. კი, ჩვენ ვიცით რომ მეორეს უყვარ ვართ, ვიცით რომ მისთვის მნიშვნელოვანები ვართ, მაგრამ მაინც გვაქვს უამრავი პრეტენზია მეორე ადამიანთან და ამისი მიზეზი ხშირად სწორედ არის ეს ჩვენი იმედგაცრუებები ცხოვრებაში. ჩვენი ცხოვრება ხომ მარტო ცოლქმრობისგან არ შედგება, არის უამრავი რამე, ჩვენი კარიერა, ჩვენი ურთიერთობა ჩვენს მშობლებთან, შვილებთან. ჩვენ მალე ვაცნობიერებთ, რომ ცხოვრება არ არის ის ჩვენი ოცნებები, ჩვენი ოცნებები ხშირად იმსხვრევა და იმ ილუზიით, რომ მას უნდა გადავერჩინეთ ჩემი იმედგაცრუებებისგან, ჩემი ნაკლოვანებებისგან, შემდეგ ისევ მას ვევთხოვ პასუხს, რატომ არ ვარ მე ბედნიერი? არა და მეორე ადამიანი შენ ვერასოდეს მოგიტანს ბედნიერებას. ბედნიერება არის ის რაღაცა, რასაც შენ შიგნიდან ავითარებ, შენ თავზე მუშაობით, შენი ემოციების გარეთ გამოტანით, შენი ტრავმების დამუშავებით და მეორე ადამიანმა ერთადერთი რაც შეიძლება გააკეთოს, რომ თუ შენ ნაპოვნი გაქვს ბედნიერება, ეს ბედნიერება გააბევროს, გააორმაგოს. მაგრამ თუ შენ ხარ ცუდად, მეორე ადამიანი ძალიან ხშირად ამ შენ ცუდად ყოფნას გააორმაგებს და ძალიან ხშირად მეორე ადამიანს სწორედ იმიტომ ვედავებით, რომ სინამდვილეში ვედავებით საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ დამსხვრეულ იმედებს და ასეთ დროს ძალიან ხშირია უკვე მოდავება არაქცევებზე, მაგალითად რატომ დააგვიანე ან რატომ არ გამიუთავე პერანგი, არამედ უკვე იდენტობაზე, რომ შენ ხარ უყურადღებო, შენ ხარ ზარმაცი, შენ ხარ უპასუხისმგებლო. თითქოს შენი ტვინი ეძებს მიზეზებს, რატომ არ შედგა შენი ბედნიერება და ამ მიზეზებს პოულობს იმაში, რომ ის ადამიანი არ გამოდგა ისეთი, როგორიც შენს ილუზიურ წარმოდგენაში უნდა ყოფილიყო და ეს ხშირად ხდება ხოლმე წყვილებს შორის ძალიან დიდი დისტანცირების მიზეზი. ხო და მოდი აი ახლა დაუბრუნდეთ ჩვენს იმ სიას. რა ჩამოწერე, რა გეგონა რომ შენს ურთიერთობას გახდი და უკეთეს. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს ბევრი რამე მოითხოვე მეორესგან. იმან რაღაც უნდა შეცვალოს, იმან რაღაც ხვანერად უნდა გააკეთოს. ახლა შენ თავს კითხე, რატომ გინდა რომ ეს რაღაცები შეცვალოს იმ მეორემ? რას იგრძნობ? უფრო მეტად დაფასებულად იგრძნობ თავს, მეტ სიყვარულს იგრძნობ, თუ შენი აზრით შენი ნეგატიური ემოციები ამ დროს გაჩერდება. მოკლედ მიაგენი ნამდვილ მიზეზს, რატომ ითხოვ ამ ცვლილებას და შემდეგ კითხე შენ თავს, შენ რა უნდა შეცვალო, შენ რა უნდა გააკეთო სხვანაირად იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა გახდეს უკეთესი. შენ როგორ შეიძლება შეცვალო შენი მოლოდინეები, შენი მიდგომები, შენი ყოველდღიური ქცევები, რომ ურთიერთობა უფრო ახლო გახდეს. ეს შეიძლება ბევრს არ მოეწონოს კი, მაგრამ მე რატომ უნდა შევცვალო? იმანაც ხომ უნდა რაღაცა გააკეთოსო. კი, რა თქმა უნდა, იმანაც უნდა გააკეთოს რაღაცა, მაგრამ დღეს შენ გელაპარაკები. და თუ შენ გინდა ურთიერთობა გახდეს უკეთესი, შენი თავიდან უნდა დაიწყო ცვლილება. იმიტომ რომ ადამიანები არ ვიცვლებით იმის გამო, რომ ვიღაცა რაღაცას ითხოვს ჩვენგან, ვიღაცას პრეტენზია აქვს ჩვენზე. პირიქით, ჩვენი შეცვლა მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც მეორე ცვლის ჩვენდამით დამოკიდებულებას, ან როცა ჩვენ თვითონ გრძნობთ აუცილებლობას შევიცვალოთ და თუ ურთიერთობა არ არის ისეთი, როგორიც ჩვენ გინდა, შენ უნდა დაიწყო ცვლილება. აქ ვიღაცები იტყვიან, რომ კი, მაგრამ პასუხისმგებლობაც ხო არსებობს, ურთიერთობა არის პასუხისმგებლობა და იმას ხომ მოეთხოვება რაღაცები. კი, პასუხისმგებლობა არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ ნამდვილი ოქსიტოცინური ზრუნვაზე დაფუძნებული ურთიერთობა პასუხისმგებლობით არ იწყება, იწყება სურვილით, იწყება ორგანული სურვილით, გავითვალისწინო ის მეორე. და რაც უფრო მეტია ჩვენს ურთიერთობაში პასუხისმგებლობის გამო გაკეთებული რაღაცეები, მით უფრო დისტანცირდებით ერთმანეთისგან. ხო და თუ გავიაზრებთ, რომ ცვლილება უნდა დავიწყოთ ჩვენი საკუთარი თავისგან, გავიაზრებთ იმას, რომ მეორეს პასუხისმგებლობა შენი ბედნიერება არ არის, მაშინ უკვე ძალიან საინტერესოა ვნახოთ და გავიგოთ ნეტა რას აკეთებენ ის ბედნიერი წყვილები, განსხვავებულად მათგან, ვინც უკმაყოფილოა თავისი ურთიერთობით. კვლევებმა აჩვენა 5 რამე, რასაც ისინი აკეთებენ სხვანაირად.
პირველი არის, რომ ისინი ძალიან ხშირად ეხებიან ერთმანეთს. ხელის ჩაკიდება, კოცნა, ჩახუტება, თავის დადება. და ეს შემთხვევით არ ხდება. ვიცით, რომ ოქსიტოცინი, რომელიც არის საფუძველი გრძელვადიანი ურთიერთობის, ყველაზე მეტი გამოიყოფა მაშინ, როცა ფიზიკურად ვეხებით ერთმანეთს. ამიტომ ხშირად შევეხოთ ჩვენს პარტნიორს, რომ მეტი ოქსიტოცინი გამოგვიმუშავდეს. აი აქ ერთი პრაქტიკული რჩევა. ცოლ-ქმრებს მაგალითად ხშირად აქვთ ესეთი ჩვევა, რომ ერთი წამით კოცნიან ერთმანეთს ტუჩებზე. გააჩერე კოცნა, რამდენიმე წამი, რომ ოქსიტოცინმა გამომუშავება მოასწროს. ასევე შეეხე, ჩაეხუტე უმიზეზოდ, ფიზიკური შეხება ამყარებს ურთიერთობას. მეორე პრაქტიკული რჩევა ოქსიტოცინის გამომუშავებას ასევე ხელს უწყობს ერთად სიცილი. ამიტომ იპოვე ისეთი კომედიური შოუები ან ფილმები, სადაც ერთად გეცინებათ, ეს ამყარებს ურთიერთობას. ასევე მუსიკის მოსმენა. გააკეთე პლეილისტი, რომელშიც შედის ის მუსიკა, რომელიც ორივეს მოგწონთ. და როცა სახლში ხართ და თუნდაც აკეთებდეთ სხვადასხვა რაღაცეებს, ჩართე ეს მუსიკა. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი. სტაბილურ ურთიერთობას აქვს ერთი პრობლემა. არ არის სიახლე ამ ურთიერთობაში, ამიტომ დოპამინიც არ რეაგირებს. ამიტომ აღმოჩნდა, რომ ბედნიერ წყვილებს თურმე ხშირად შემოაქვთ სიახლე მათ თანაცხოვრებაში. ერთად მოგზაურობა, ახალი ადგილების ნახვა, ახალი ადამიანების გაცნობა, ახალი ჰობის შემოტანა და აი პრაქტიკული რჩევა შეიძლება ბევრი ვერ იმოგზაურო, მაგრამ ძალიან ახალისებს ურთიერთობას თამაშები. სულ ერთი არა, მაგალითად ძალიან კარგი სამაგიდო თამაშები, ბორდ გეიმები იყიდება. შეიძლება შემოიტანო ბორდ გეიმების თამაში საღამოობით, თუ შვილები დიდები არიან მათთან ერთად, ან მეგობრებთან ერთად. ჭადრაკის თამაში, კარტის თამაში, ნუ სპორტი კიდევ უფრო უკეთესი, მაგალითად პადელი, ან პინგ-პონგის თამაში, ჩოგბურთის. მოკლედ რაღაცა თამაშობების შემოტანა ურთიერთობებში ძალიან ახალისებს ურთიერთობას. ოღონდ აქაც არავითარ შემთხვევაში ამ ახალ აქტივობებს არ უნდა გქონდეს დაძალების ხასიათი. აუ ჩვენ მოდი გავაკეთოთ რაღაცა ერთად. და ამისთვის არსებობს ესეთი ტექნიკა, რომ შენს პარტნიორს არ უთხრა, რომ შენ გინდა რაღაცა კონკრეტული. მაგალითად, წელს მინდა წავიდეთ პარიზში, ან წელს მინდა წავიდეთ ქობულეთში. მიერთი არჩევანი. აი მე გამეხარდებოდა თუ წავიდოდით ან ქობულეთში, ან კვარიათში, ან სტამბულში, ან პარიზში. შენ რომელი გირჩევნია? იგივე ჰობიზე. მე მინდა რომ რაღაცა ახალი ერთად გავაკეთოთ. აი შენ აქედან ამ აქტივობებიდან პინგ-პონგის თამაში, პადელის თამაში, ბორდ გეიმი, კარტის თამაში რომელი გესიამოვნებოდა? როცა ადამიანს არჩევანს აძლევ, მიუხედავად იმისა, რომ შემოუზღუდე არჩევანი, მაინც მას აქვს განცდა, რომ ის არჩევანი მან გააკეთა და მეორემ კი არ მოახვია თავს და შეიძლება იმ არჩევანიდან ისიც იმაზე შეჭერდეს, რაც შენ გინდოდა ისედაც, მაგრამ მიეცი ამ არჩევანის განცდა. მესამე ბედნიერი წყვილები ერთად იზრდებიან. ანუ მათი ინტერესები ძალიან არ შორდება ერთმანეთს, ამიტომაც შენი პარტნიორის ახალ წამოწყებას არ შეხვდე სკეპტიციზმით. ძალიან ხშირად ჩვენთვის მეორე ადამიანის ჰობი არის ხოლმე ეჭვიანობის საგანი. კიდევ უფრო ხომ არ დამაშორებს. ეხლა რა ვიცი, მოინდომა ჩემმა ქმარმა მოტოციკლებზე სიარული, ან მოინდომა პოკერის თამაში, ან ფსიქოლოგთან სიარული, ან მედიტაცია, რაღაც ახალი მოინდომა და ეს სიახლე, რომელიც შემოიტანა თავის ცხოვრებაში პარტნიორმა, ჩვენთვის ძალიან ხშირად ასოცირდება შიშთან, რომ ხომ არ დავკარგავ კიდევ უფრო. და კი გაჩნდება უფრო მეტი დისტანცია თუ მის ახალ წამოწყებას შევხვდებით სკეპტიკურად. აი წარმოიდგინე, შენ რაღაცა ახალმა დაგაინტერესა, სულ ერთი არა ამ და ის მეორე აუ ახლა კიდე რაღაც ახალი მოიგონე, აი ესე გეუბნება, ხო? ერთად გაზდა სწორედ ის უწყობს ხელს, რომ დავინტერესდეთ ერთმანეთის ინტერესებით. და როდესაც შენ ინტერესდები აყოლინებ რა ხდება იმ თავის ახალ ჰობიში, ეს არა დაშორების, არამედ პირიქით შეკავშირების საფუძველი ხდება. ამიტომ მოდი მოვუსმინოთ მეორეს ინტერესებს. და აი მივედით მეოთხე ოქროს წესამდე, რომელიც აღმოაჩინა გოდმანების ლაბორატორიამ, როდესაც აკვირდებოდა 10 წლეულების მანძილზე ათასობით წყვილს. და ნახეს, რომ ბედნიერი წყვილები იმითი განსხვავდებოდნენ უკმაყოფილოებისგან, რომ მათი პოზიტიური კომუნიკაცია ყოველდღიურად მინიმუმ 5-ჯერ მეტი იყო, ვიდრე ნეგატიური კომუნიკაცია. ანუ ბედნიერი წყვილებიც კი ჩხუბობდნენ, ქონდათ კრიტიკა, შენიშვნების მიცემა, მაგრამ 5-ჯერ მეტი ქონდათ აღიარება, სიყვარულის გამოხატვა და პოზიტიური კომენტარები. გადახედე შენ ურთიერთობას, თუ აღმოაჩენ, რომ შენი ყოველდღიურობა ძალიან დიდწილად შედგება ან ნეიტრალური კომუნიკაციისგან,
თან შენი შვნებისგან, მაშინ გასაზრდელია ამ პოზიტიური კომუნიკაციების რაოდენობა, სიყვარულის გამოხატვა, მოფერება სიტყვებით და აქ კიდევ ერთი პრაქტიკული რჩევა. ითვლება, რომ არსებობს სიყვარულის გამოხატვის 5 სხვადასხვა ენა. პირველი არის, როცა სიტყვებით გამოხატავ შენ სიყვარულს. მეორე არის, როცა ფიზიკური შეხება არის შენთვის სიყვარულის გამოხატვა და ეს ძალიან ხშირად აქვთ ხოლმე მამაკაცებს. მესამე, ეს არის ზრუნვის აქტი, როცა რაღაცას უკეთებ და ამითი გამოხატავ მისადმი სიყვარულს. მეოთხე არის საჩუქრების ჩუქება. ძალიან ბევრს უყვარს საჩუქრით გამოხატოს ის ამბავი, რომ ახსოვ ხარ და მისთვის ძვირფასი ხარ. და მეხუთე არის ის დამოვიწყეთ მეხუთე. ეხლა ჩავხედავ და გავიგებ. მეხუთე არის ხარისხიანი დროის გატარება, როცა შენთან ვარ. ადამიანებს განსხვავებული სიყვარულის ენა გვაქვს და უნდა ვიცოდეთ როგორია ჩვენი პარტნიორის. და ეს ჩვენი პოზიტიური ინტერაქცია გამოვხატოთ მისთვის მისაღების სიყვარულის ენით და მაინდა-მაინც მარტო ჩვენ სიყვარულის ენას ვითხოვთ. მაგალითად, თუ საჩუქარს ითხოვს შენი მეუღლე, ეს ნიშნავს, რომ მისთვის ეს დასტურია სიყვარულის და უყიდა ხოლმე ხანდახან საჩუქარი. თუ ითხოვს სიტყვებს, უთხარი ხანდახან კარგი სიტყვები, მაგრამ მაინდა-მაინც შენ შეაფასებ მის სიყვარულს იმის და მიხედვით, რამდენად შენივე სიყვარულის ენით ლაპარაკობს. მაგალითად, ძალიან ბევრი ადამიანისთვის სიყვარულის გამოხატვა არის, რომ მე შენთან ერთად ვატარებ დროს და აღარ მიაჩნია საჭიროდ, რომ გამოხატოს ეს სიტყვებით. მოთხოვ, იცოდე, რომ ეს მისი სიყვარულის ენაა და ეს იყოს შენთვის საკმარისი. აი ეს მინიმუმ 5 ერთზე თანაფარდობა ითვლება, რომ არის ოქროს წესი კარგ ურთიერთობაში, არ არის ამოცანა, რომ არ იჩხუბო პირიქით. ბედნიერი წყვილები ამავე ლაბორატორიის დასკვნით კონფლიქტებს არ გაურბოდნენ. ისინი საუბრობდნენ კონფლიქტებზე და აი აქ პრაქტიკული რჩევები. პირიქით ჯობია, რომ შენ თუ რაღაცა არ მოგწონს ისაუბრო, მაგრამ არასოდეს არ დაესხა თავს მეორეს. მაგალითად, აი შენ ასე რომ გააკეთე, ხარ საზიზღარი, უპასუხისმგებლო, მოუყევი შენ რა გეწყინა, ელაპარაკე შენს ემოციებზე. როცა შენ ადამიანს ესხმი თავს მის იდენტობაზე, ის იმას კი აღარ ისმენს, რა გაქვს სათქმელი. ის დგება თავდაცვის პოზაში, რომ თავი დაიცვას შენგან. და როცა შენ ესაუბრები შენ რა გეტკინა, შენ რომ ესე გააკეთე, მე ჩავთვალე რომ აღარ გიყვარვარ, მე ჩავთვალე რომ არ ვარ მნიშვნელოვანი. ეს უკვე სულ სხვა ფორმულირება არის საუბრის და ამიტომ ადამიანს უფრო მეტი შანსი აქვს მოისმინოს რა გაქვს სათქმელი. და კონფლიქტის მოგვარება არის ბედნიერი ურთიერთობების ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტი, იმიტომ რომ ის ილუზიაა, რომ კარგი წყვილები არ ჩხუბობენ. პირიქით, ძალიან ხშირად არ ჩხუბი იმის მანიშნებელია, რომ უკვე ისეთი დისტანცირება მოხდა წყვილებს შორის, რომ აღარ ცდილობენ რაღაცის მოგვარებას. გამოხატე ემოციები, უთხარი რა წყინს, მაგრამ არ დაესხა თავს. და მივედით მეხუთე და ჩემთვის ყველაზე მთავარ თემამდე. როდესაც ადამიანები საუბრობენ ხოლმე ცოლქმრობაში პასუხისმგებლობაზე, ძალიან არ მიყვარს, იმიტომ რომ მე არ მინდა ჩემმა პარტნიორმა რაღაცა აკეთოს იმის გამო, რომ პასუხისმგებელია ეს აკეთოს. მე მინდა რომ აკეთოს იმიტომ, რომ მასაც სიამოვნებს ჩემთან ერთად ამ რაღაცეების კეთება, მასაც სიამოვნებს ჩემზე ზრუნვა, მასაც სიამოვნებს ჩემ მეგობრებთან ან ჩემიანებთან ერთად დროის გატარება. და თუ წარმოვიდგენ, რომ ამას აკეთებს იმიტომ, რომ იმას მოეთხოვება, მაშინ სადღა არის მადლიერების განცდა. ხო და აი მეხუთე და მთავარი, არ დავკარგოთ მადლიერება ერთმანეთის მიმართ. იმ კულტურაში, სადაც გონია რომ თუ ქმარია, მას მოეთხოვება, თუ ცოლია, მას მოეთხოვება, გვეკარგება მადლიერების განცდა. არა. თანამედროვე სამყაროში პასუხისმგებლობა არ არის ქორწინება, ის არის ყოველდღიური არჩევანი, რომელსაც ვაკეთებთ და ამის გამო მადლიერება არ დაგვავიწყდეს და ხო, ბედნიერი წყვილები არ კარგავენ მადლიერების განცდას თუნდაც პატარა რაღაცის გამო. ერთი მოტანილი ყავა ლოგინში, ერთი გემრიელად მომზადებული ისაკვები, რომელიც შენ გიყვარს, გაგახსენდეს, რომ უთხრა მადლობა. მადლობა, რომ მირჩევ, მადლობა, რომ ხარ. და ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, მაგრამ არ შევეხეთ უმთავრეს საკითხს. სექსუალურ ურთიერთობას ქორწინებაში, რომელიც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე პრობლემების დასაბამი და სწორედ ამაზე ვისაუბრებ შემდეგ ეპიზოდში. შემდეგ სპინამდე.